იქნება ესეთი გაშლა ახლა. ჩაიფიქრეთ თქვენი თავი და თქვენი პიროვნება და ვნახოთ რაზე დუმს თქვენი პიროვნება, რას არ გიხმოვანებთ, რას არ გეუბნებათ. რაღაცები, რაზეც მალული აქვს თქვენგან, თქვენთან დაკავშირებით, თქვენ ურთიერთობასთან დაკავშირებით. არის თუ არა ვინმე ხელი შემშლელი და ამაზე თუმს მოკლედ ყველაფერზე იფიქრეთ თქვენ თავზე და თქვენ პარტნიორზე, იმისთვის რომ გაიგოთ რამდენად თქვენია ეს გაშლა. მე ხა პატარა ენერგეტიკულად ჩავხედავ, რა ხდება თქვენ ურთიერთობაში გეტყვით და აქედან გამომდინარე მიხვდებით რამდენად თქვენია ეს გაშლა. თქვენ ურთიერთობაში ეს არის იმპერატორი, ეს არის მეუღლის კარტი პირველ რიგში, ეს არის ან თქვენი მეუღლე, ან ვიღაცის მეუღლე და მესამე მხარეს წარმოადგენთ თქვენ. იმპერატორი ცოტა ეგო მაღალი აქვს ამ პიროვნებას. ისეთია, თავისი სურვილის მიხედვით უნდა ხორციელდებოდეს ყველაფერი. კი სტაბილური ურთიერთობა გაქვთ ამ ადამიანთან და ეს არ არის ახალი ურთიერთობის პიროვნება, სტაბილური 4 ფუძე გაქვთ, რაღაც ჩამოყალიბებული ურთიერთობა გაქვთ, გახარებთ ერთმანეთი და ერთმანეთთან კავშირი, უკვე ისეთი აღარ არის, რომ პეპლები დაგიფრინავს და ახალი დაწყებული გაქვთ ურთიერთობა, ეს არის უკვე დაბალანსებული, დაფუძნებული, ასე ვთქვათ, თქვენი სტაბილური პარტნიორი და სტაბილური მეუღლე ან სტაბილური მოდი ეს ვთქვათ, ბრჭყალებში საყვარელი, სადაც სამკუთხედში ბრძანდებით და უკვე სტაბილურად არის თქვენი ურთიერთობა ამ პიროვნებასთან მიმართებაში და გეხართ და მოლოდინის რეჟიმი გაქვთ ამ პიროვნებასთან მიმართებაში, აი რაც ჩადეთ, ენერგეტიკა, ურთიერთობა, პერიოდი, თქვენი ძალები, თქვენი სიყვარული, ყველაფრის ამის მოსავალს ელოდებით, მაგრამ ზუსტად იცით რომ ეს დღეს და ხვალ არ მოხდება, ანუ მოლოდინი გჭირდებათ რაღაცა, რომ აი ამ ყველაფერმა თქვენმა ჩადებულმა ენერგეტიკამ ნაყოფი გამოიღოს, აი ამ მოლოდინში ხართ და სავარაუდოდ ცოტა ხანი კიდევ მოგიწევთ ამ მოლოდინის რეჟიმში ყოფნა, იმისთვის რომ მიიღოთ შედეგი, ასე ვთქვათ, აი ამ თქვენი მოლოდინისგან, ამ თქვენი ჩადებული ენერგეტიკისგან რაღაცა საპასუხო აღმოცენება იმ ნაყოფის იმ ჩადებული ენერგეტიკის, ასე ვთქვათ, დაინახოთ შედეგი, მოიტანოს შედეგი. 1-2 თვე მოგიწევთ პლუს მინუს აი ამ მოლოდინის რეჟიმში ყოფნა პირდაპირ გეუბნებით და თქვენ თვითონაც იცით ეს რომ ეს დღეს და ხვალ არ გადაწყდება და ასე უცებ სიურპრიზად ყველაფერი ლამაზად არ დასრულდება და არც უნდა დასრულდეს, იმიტომ რომ გაგრძობითი უნდა იყოს. ეხლა ცოტა კუთხეში მიმწყდეული გაქვთ თქვენი ფიქრებით ეს ურთიერთობა, ცოტა შებოჭილი გრძნობთ თავს, ეს მენტალობა რვიან ხმალია, რომელიც გვიჩვენებს რომ მენტალურად თქვენი ფიქრი უფრო არ გაძლევთ გასაქანს ან ნაბიჯის გადადგმას ამ პიროვნების მიმართულებით, აი რაღაცა კუთხეში გრძნობთ თქვენ თავს. არ გაქვთ უფლება რომ მიწეროთ, არ გაქვთ უფლება ეს მესამე მხარისთვის ვიძახი, ვინც საყვარლის რეჟიმშია, რაღაცნაირი ნაბიჯი გადადგათ მასთან მიმართებაში. აი გაშეშებული ხართ ერთ ადგილას და ვერც ხედავთ პრინციპში რა შეიძლება მოხდეს, თვალებით ახვეული გაქვთ, ანუ ვერაფერს ვერ ხედავთ რა უნდა მოხდეს ახლა ისეთი რომ აი ეს ხელები აგეშვათ, აი ეს თქვენი ფიქრებისგან ნაბიჯის გადადგმის საშუალება მოგეცეთ, ეს კიდევ მეორე სამკუთხედში მყოფი ადამიანებისთვის, თუ თქვენ მეუღლის სტატუსი გაქვთ და ეს თქვენი მეუღლეა და არა ვიღაცის მეუღლე, მაშინ ამ შემთხვევაში აი ამ სამკუთხედთან დაკავშირებით თქვენი ეჭვები და ვარაუდები მოფიქრებული, დამატებული, ზედმეტი სტრესის თქვენ თავში დახვევა და უფრო მეტი გულის ტკივილის მინიჭება თქვენ თავზე ამ სიტუაციიდან გამოსავალს ვერ ხედავთ, აი რა უნდა გააკეთოთ, ვერ ხვდებით, როგორი ნაბიჯები უნდა გადადგათ იმისთვის, რომ აი ეს გრევა შეაჩეროთ, რომ აი ეს ცხოვრება არ ჩამოგენგრეთ თავზე, ასე ვთქვათ. აი ამასთან მიმართებაში ცოტა თქვენ თავს შებოჭილად გრძნობთ. თუ ხვდებით რომ იდენტიფიკაციურად და ენერგეტიკულად თქვენ თავზე არის და თქვენი გაშლა, მაშინ უყურეთ აუცილებლად მოწონებები, გაზიარებები, კომენტარები არ დაგეზაროთ ენერგოცვლისთვის. სავალდებულოა და კიდე ერთს გეტყვით 6-დან 19
იანვრის ჩათვლით არის ყველაზე წმინდა დღეები წელიწადის მხრივ, ყველაზე ზუსტია ყველა ენერგეტიკული გათვლა, საერთო გაშლები, რიტუალებიც, რომელსაც მე არ ვაკეთებ, აქვე გეტყვით რიტუალებზე რომ მომართავთ, პირად გაშლებს რაც შეეხება Telegram-ზე გადმოდით და ფასებს, სიტუაციებს ყველაფერს დაგაკვალიანებთ მე თავად. ყოველგვარი დამხმარე ასისტენტების გარეშე. წავედით ახლა ვნახოთ, რას გიმალავთ ეს პიროვნება თქვენ, რაც გინდათ რომ იცოდეთ, რასთან დაკავშირებით არის. თუ შეიძლება აქ ცილდება დღეს მთელი დღის განმავლობაში, იმას გიმალავთ, რომ თქვენთან მიმართებაში ახალი ჟეზლით და ახალი პეპლით არის ანთებული ეს პიროვნება და ამ ყველაფერზე ჯერჯერობით ხმამაღლა კი არა, ამ ყველაფერს მალავს, მოკლედ, აი პეპლები უფრინავს თქვენთან მიმართებაში. ეს არის მაისის ჟეზლი, აყვავებული ჟეზლი, რომელიც ახალი ენერგიის, ახალი ცეცხლის მომცემია და ახლებურად უყურებ ამ სიტუაციას. აი ახალი შეგრძნებებით, ახალი სიცოცხლის შთაბერვა, აი როგორც გაზაფხული დგება და რაღაცნაირად ხალისი და სიხარული და სიყვარული გემატება, აი ესეთი ენერგეტიკა თითქოს გამოზაფხულდა მის სულში და გულში. მზად არის ადამიანი, რომ ენერგობალანსი აღადგინოს თქვენთან მიმართებაში და ეს არის 6-იანი პენტაკლი, სადაც დროის, ფინანსების, მზრუნველობის, ყველაფრის თქვენთან ბალანსის აღდგენის ენერგეტიკით არის ავსილი და იმითი რომ თუ თქვენი მეუღლეა და შვილები გყავთ ეს ოჯახური სითბო ეს შვილის და შვილების დანახვა ოჯახში დაბრუნებისას მას ახლებურად სიყვარულით და სითბოთი ავსებს რაღაცა ახლებურად სიამოვნებს, აი თითქოს ეხლა უფრო კარგად შეიგრძნო ეს შვილის სიყვარული, ოჯახის სიყვარული, აი სტაბილურობა რამდენად მნიშვნელოვანია და აი ეს სიყვარული, რომელსაც მისი კერა და ოჯახი და შვილები აძლევს, როცა შეიმბრუნდება და თქვენგან აი ამ ღირსეულად დახვედრას ოჯახში რაღაცა განსაკუთრებული სითბო და ცეცხლი მოაქვს მასში, ამას გიმალავთ ეს მეორე ნახევრებისთვის, ოჯახის წევრებისთვის ვიძახი, თუ თქვენი ურთიერთობა არის სამკუთხედში, მაშინ ამ შემთხვევაში თქვენთან მიმართებაში მას აქვს ცეცხლი, მას აქვს ძალიან დიდი ტემპერამენტი, გეტყვით თქვენ მისთვის ემოციებს, პირველ რიგში სექსუალურს, მიზიდულობას, ძალიან დიდი ენერგეტიკის მოზღვავებას გრძნობს თქვენი ურთიერთობიდან გამომდინარე და მზად არის რომ ჩადოს დრო, რესურსი, ფინანსი, თქვენი კედელივით იყოს საჭირო დროს და ამის შეგრძნება გქონდეთ თქვენ, მაგრამ ამ ყველაფერს მალავს და არ იძახის, გრძნობს რომ თქვენთან მიმართებაში თასი უჭირავს, ეს არის სიყვარულის თასი და ეს არის ახალი ჩამოყალიბებული ტალღისებური ემოციები და ფონი სიყვარულის, აი ენატრებით ხოლმე ხშირად უნდა რომ მოგიკითხოთ რაღაცა ბავშვურად სათუთად გრძნობს აი ამ სიყვარულის ენერგეტიკას, ეს არის ახალი ტუზ ჟეზლი, შანსი, ენერგია იმისი რომ აი სიყვარულის წყაროთი დატკბეს თქვენთან მიმართებაში და ბევრისთვის იქნება ასეც რომ გიმალავთ იმას, რომ შვილი უნდა თქვენგან რომ ყავდეს და განიცდის ეს უკვე საყვარლებისთვის ვიძახი, მესამე მხარისთვის სასიყვარულო სამკუთხედში მყოფებისთვის გიმალავთ იმას, რომ რაღაცეები აქამდე ვერ გამოვიდა. გიმალავთ იმას, რომ ამ ყველაფერზე დამებაჩქარა რომ თქვა, ძალიან ნერვიულობს. შეიძლება რაღაც პერიოდი, ახალი წლის დღეები და არ არის გამორიცხული რომ სასმელს გადაყვა და ბევრს სვამს ამ პერიოდში, მაგრამ გიმალავთ იმას, რომ ამ ყველაფერთან დაკავშირებით ეს იქნება შვილის ყოლის მომენტი თუ ახლებურად აღდგინება თქვენთან ურთიერთობით და დასტაბილურება ამ ბალანსისა, ძალიან ბევრი შეხლა შემოხლა ქონდა თავის თავთან, თავის წარმოდგენასთან რა უფრო სწორია და რა უფრო მართლებულია და საბოლოო ჯამში ბალანსით, ეს არის მე-11 მაღალი არკანი იუსტიცია, რომელიც არის სამართლიანობის კარტი, სამართლიანად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თქვენს მიმართ აქვს დიდი თასი, ტუზ თასი, სიყვარული, ემოცია
ტუს შეძლი და ტუსთასი. ნუ ძალიან დიდი ენერგეტიკული ჯაჭვი არის თქვენთან, რომელსაც ვერ დაკარგავს და კიდევ ერთი ბავშვის კარტი ეს არის მზე, მაღალი არკანი მე-19, რომელიც კიდევ ეს კარტიც აჩვენებს ხოლმე, რომ ძალიან დიდი სურვილი აქვს თქვენთან შვილების ყოლის, თუ საყვარელი ბრძანდებით, თუ მეუღლე ბრძანდებით, თქვენი შვილები და თქვენი კერა და თქვენი აი ეს სიძლიერე, ჯაჭვური სიყვარული თქვენი ოჯახის მას აძლიერებს და მის სულში და გულში არის მზე და ნათელი. ამას გიმალავთ, მაგრამ ვარსკვლავით ცოტა მოგვიანებით ამ თქვენ ოცნებებს